ალბათ ეს მართალი არ არის. თამარის საფლავს დღემდე ეძებენ მეცნიერები. ვერ პოულობენ, სწორედ ამიტომ ქმნიან უამრავ მითებს. მათ შორის მესინა მოყვა ერთმითი. გასულ საუკუნეებში თითქოსა თამარს ჰქონია ოქროს კოშები. როდესაც თამარი გარდაიცვალა, ეს ოქროს კოშები მას კუბოშრეს მიანა. ამ ოქროს კოშებს კი მიაგნეს, მაგრამ თამარის ძირითადი ვერ აწევს. ეს ოქროს კოშები ერთ-ერთ დიდ მუზეუმში ინახება. თუმცა ეს მითი ყოველგვარ საფუძვლად შეიძლება იყოს მოკლეული, რადგან არის დამტკიცებული ცნობები ამისა და ერთ-ერთი იმ ლეგენდათაგანია 9 ფულის შესახებ. თამარის გარდაცვალების შემდეგ თამარის სამეფო ტახტიდან გამომგანია 9 ფული. წყარო ოქროსი იყო და რა ვიცოდა რომელიც შეესვენა მეფე თამარი და საქართველოს ხაის წაუვიათ რომ ძეხლოსი ეს არენა აბა ლეგენდის თანახმად თუმცა იძახიან რომ სპრაგულო პიერა 12 იყო. ლეგენდის თანახმად აღსანიშნავია და ძალზედ დამეჭრალია ის ფაქტი რომელიც თამარის იყო გაიტარა ყველა თავი დაიხოცა მაგრამ თამარის ეს მოძულო ნადეშა საქართველოს წინადაობის საქართველოს წინადაობის საფლავი გარებოდა და მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. თუმცა შეუქმნება რომელიც ძალიან საინტერესოა. თითქოს და თამარი არც ერთი ოქროს სასახლეში არ ესვენა და იშვიათად სხვა დროს სხვა მხარეს გაიბრძალა საიდუმლოდ. თუმცა ესაც მხოლოდ ვერსიაა, რადგან მას შემდეგ 11 საუკუნე გავიდა. თამარის საფლავს დღემდე ვერ მიაკვლეს მეცნიერებმა და მკვლევარებმა. საქართველოში იმყოფებოდა მეზიკანა, როდესაც მათ იმასენი აღმოჩნდა, მეფე საკუთარ თბილისში წამოიტანეს. თავად გარდაიცვალა 1913 ზოგი მეცნიერი თამამებს გარდაცვალების თარიღს სხვა წელს მიიჩნევს. დიდად იგევა სრულიად საქართველოს მეფის გარდაცვალება. მეფე თამარ გელაჩი დაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანები ასე გადმოცემა მოსწონეს და წაიყვანეს სამხედროებსა და მათ და გელაჩს და დამარხეს სამართლისა პატიოსის დაუთავეს დეისათვის ლაშასა. არსებობს მრავალი ლეგენდა, რომლის მიხედვით თამარ მეფის ანდეზე დაუტოვებია ისე დაეწყარა, რომ მისი საფლავი არ არის ცნობილი და ამიტომ გაუკეთებია დეოქსი მოუქოლი ერთი ოჯახთან მოუვიდოქალი რომელთად წარმოიდგინა და სამოცავად გაიხადა. თამარის შემდეგ ბედნიერად არ უცხოვრია, ძლევა მშვიდობა, მოსვენება არ ღირსებია, ამიტომ მისი არსებობა მაჯისცემა სიცოცხლის ფერქვა თამარსა და ოქროს ხანაზე პარადიული ოცნებად გადაეცა. თამარი გელაჩს დაკრძალეს ამბობენ, მაგრამ არ უნდა იყოს ეს მართალი, რადგან მაშინ სასახლიდან 9 ყუბო გამოასვენეს, მაგრამ რომელში ესვენა თამარი არავინ იცოდა და 9 ისეთ ადგილას დამარხეს, სადაც ძეხორცელს ვერავის ეკოვნა, მისი ღვთაებრივი საფლავი. თამარის სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი ხალხში ხალხებია. თამარი ერთმანეთში დაასვენეს, შემდეგ იმერეთში გადაასვენეს. ფუნდამენტალისტის დაასწრეს, მაგრამ მისი შესაძლებელი თამარის სამთავროებისა და მომდევნო უცნობია. ეკლესია და ხალხმა თამარი გარდაცვალების შემდეგ წმინდანად აღიარა. თამარი გარდაიცვალა ქართულს სამეცნიერო, თუმცა მისი საფლავი ჯერაც არ არის ნაპოვნი. ზოგიერთი მემატიანის ცნობით ის დაკრძალეს იერუსალიმში, ხოლო სხვა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის დაკრძალულია ბასრანსა, მასიანსა და თვალწარის. საქართველოს ყველაზე პოპულარული მეფის თამარის შესახებ არავად განეკუთვნება. ნებადობის დროს ინფორმაცია დაიკარგა და ჩვენამდე ვერ მიაღწია. თამარის კარგი ბიჭი ხარ, მაინც როგორი გაგიკეთებია იმუშა. ხომ არ დახშათ ვინმეს რამე საქმე? კარგი. მოდი მაშინ ცოტა ამდენი გარდაცვალება ამდენის გავახალისო სტუმრები და პოეზიის წუთით ჩავაგებინოთ ჩვენი გაკვეთილი და შეფასება მე იქნება. აბა დავიწყოთ.
ის შენის ნობს სახმარება შუბის აფარში შეირსა მეფის სამზის თამაისა ღაწმახ თმანი შეირსა მას არავითი შევკადროშეს მახოტმისა შეირსა ვისამტრედე და ყანდის ამირსა ხავს მართი შეირსა თამარს ვაკებდეთ მეფის ასისთან დათხეული თქვენი ქებანი ვისნი არავად გამორჩეული მელდად ვიხმარე გიშნისკა და კალმად მენარხეული ვინც აისმინოს და აესვას ლახვარი გულსახეული მივზაეს მათაც საქებრად ქმალექსების ადმირისა ხება წართა ცხათა და ბაგე კბილისა როლ ბალაში საფილისა მის მიჯრით მიწყობილისა ყასტექს ხასასა მაგარსა გრძემლი წვის ალბილისა მინდა სუფთან ამოსი მიწაში ჩემყვეს უსიტყვოთ დამასაფლავეთ არ მინდა ქვანი ჩუქურთმა არ ჩემი საფლავი არ მინიცოდეს თორემ მაცтуრი თათარი ჩვენ სხვაც არ შეიცოდებს დაწავენ მიწასა და ცას ეს თქვა თამამად და დახუჭა მისი ფათო შავი თვალ კარგი როგორია აბამენ ხოქთა და ქუხთა ქართველთა სამეფო სახელ განთქმული ინდოეთამდე აღწევდა თამარ მზე ქალის დიდება ტახტზე 20 წლის ავიდა და სიბერემდე იმეფა გარდაიცვალა გაძნელდა მისი საფლავის მიგნება და როცა სიკვდილის სარეცელს ესვენა ღოღონე მიხდილი და როცა გვირგვირ სტაცებდა კარზე მომდგარი სიკვდილი ჩურჩულით უთხრას პასადას ორ მოყურეს დაუძახეთო მაქვს საიდუმლო სათქმელი და მინდა იმად გავანდო თამარ ლამაზო ყვავილოს თურნელოვანო იაო სილამაზე და სიტურფე მზისგან გადაგიღიაო ნეტავ შესამჭრეტებს ამებევჯერ მინატრიაო ცხრაგზით ვიწამებე შენთვის ღირსება და მითხრა სიხარულო თამარდელო ყველაზე ლამაზო თამარდელო ფალო კბილი მარგალით მთვარს ყარდი გიშერი შავი დალალები აბრეშუმისა თავზე მუზარადი წელზე ჯავარდენი ატლასის კაბაზე რკინის აბჯარი ცხენი ქვიშისფერი ლაგამი ოქროსი ტახტა ვერცხლისა ერთ-ერთ მობრძანდები თამარ დედოფალო ქაიმარალი ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია ერთ-ერთ ვაკესე მზე დგას 9 თვალა თამარ ხალო ქვეყნის თვალო ლამაზი რამე ხარო ნეტაურარის ამომავალი მზისთანა ნეტაურარის იმისთანა მეფისა თამარის საქართველოს თამარის სამოჭრილია სხვა მონასტრები ცაგო გაკუთხული და თლილია აგოჩი ქალაქნიც უწყლოთადინა წყალია ყველანი გააკვირვა რა არის თამარ ქალი ანთებული სანთლით ხელში შენ ფრესკასთან გავარ მეჩვენება დედასავი ჩვენზე ფიქრობ თამარ ალბათ გიტყვის რაც დატოვენ მცირედ რატომ ჩამარ რაღაც შიში დატკივილი გარჩენია თამარ ქართველი კლავი ქართველებს თუ კი ერთად გავარ სახის მამულს ახლად ეს ნიშნი ლოცვა თამარ იბერია გაწინდება ჩვენ გზებზე გავარ საქართველო გადარჩება ქრისტეს გვარი თამარ ანთებული სანთლით ხელში შენ ფრესკასთან გავარ მეჩვენება ყველას როცა დედათან კარგი ჟიური ასე ამბობს და ვასაუბრ საქართველოს დედა ქართლისა თამარი სიმშვენი ერთ მოსილი ამომავალი მზის დარი დავიცოსლანის მეუღლე რომელსაც მომხარი დიდობაში ქორწინა სადაც რომ საყდარი არის ნადიმობა გაუმართა მოიწვია თავის ჯარი ასი სული ცხვარი და კლადავრასი ნიშახარი ლურჯის უფრა გაუშალა იქნებოდა ასი მხარი ქრიაბალ საუწყალობა ოქრო ვერცხლი დიდი ძალი შესმილა სახე შვენებით სავსეს სახიერებით განსხივებულსა უმზები ძალითა თაყვანცემითა შემოლეული გემთხვეფია მიხარის გიმზერს წუხარ და გიმზერ და ესეც მზერასურ სიკვდილამდე არ გამოფხიზდე რომ აღარგუზინობდე ჩემი სამშობლო სული დაცემას შენადვე მეფე მოელ ვედრებით მოხედო ბედკრუს შენ სათფოს მამულს და ჯვარით შენი თაკუთხე პლავად შენი ივერი აღდგეს ღიერი და დადგეს ერაცხვალთა შორის წმინდით საყდარით ენით მდიდარით სწავლისა შუქით განათებული და სულით განათებული ზნიამაღლებით ლევის დიდებით სამშობლოს მითი სიყვარულითა და გავიცოცხლეს რომ კლას მოგესმე სიტყვა ქართული რუსთაველის შენ გონიერო გულის ხმიერო თვითმეცნიერო მეფერძლიერო მიუწდომელო მიუხდომელო განათლებულო განახლებულო გაბრწყინებულო მზეოციურო გალაღებულო გალომებულო კვლავ გოლიათო გულმობიე
და ვამბობ შენ სიკვდილის თამარ ჩავცხამსა ვხედაო რუსტყველის ქებას ჭვეულო მეც ქებას გაგიბედაო როს ვგრძნობ იმისებ ვერ მღერი და ვჩუმდები ნეტაო არ მოგეწონის იქნებას თქვა რისთვის ითავხედაო მონად არ ზრდი მამოლებს ემცალანი გამიბედაო გულში მინთიხა ლამპრა და ნათობს და არ აქრებაო შენს და შოთა ის მარჯვენას ვემთხვიე ზედიზედაო შენ ახლა ერის სიცოცხლე თავი არ მომიკვდებაო მოწყალეთ გექმენ ქართველთა ჩემო ლამაზო დედაო ანტიატრის ნაფესებისა თამარის გატოვებული ქვენითო სამნი კუბონი თოლოქრო დამშვენებული ერთი დამარხეთ ცხეთასა ერთი ბარძიაზდებული მე დამარხევით გელაჩი არ ყոր თართართანები ერთ კიდია ცასვარძია ვით ლამას ქალს ყავს გიშერი ბასიანის გმირობისთვის ელავს მალი პირში შველი შვენიერი როგორ შველი დგას თამარი ფეხში შველი ნაწამებო საქართველო თუ გიშველის ის გიშველის ცხრა კუბო გამოიტანეს ცხრა მხარეს მიაქვთ ცხედარი მაინც ვერავინ გაიგო რომელში იყო თამარი ორ მამამ კი მარულად თაში გათარეს საფლავი მათ დაიტირეს თამარი მათ ჩაასვენეს მიწაში დამარხეს მერე დაეშნენ იქვე წყაროსთან შეჩერდნენ მათ წყალი ისხეს სახეზე ხანჯლები ქვებზე გალესეს მიწას ემთხვილდნენ წამოხდნენ გალომებული ვაჟები მერე ერთმანეთს ეკვეთნენ გულს გაუყარეს ხანჯლები იმ ორ მამამ კი მარულად სისხლი დაღვარეს ალალი დღესაც არ იცის არავის სადამარხია თამარს საქართველოს დედოფალი დედა ქართლისა თამარი სიმშვენიერით მოსილი ამომავალი მზისდარი სიმშვენიერით მოსილი დედა ქართლისა თამარი საქართველოს დაეკარგა ოქროს ქსოვილი ქამარი სიბრძნე უხვითხებული დილის სისკარი სად არის ის ნათობ შვენიერი დარიც ვერ ყოფეთ სად არის ოჩა კარგი ყურადღება ბავშვებო გასწორდით მოგისმინეთ მე მგონი ჩვენი თემა ამოისურა ვერ მოსავლეს კარგად ქონდა გაკეთებული როგორც დაინახეთ მე დაგება გაქვთ უნდა ვიცები ისრომა მე წარმოადგინა ვიცოდა ისრომა ცოტა წარმოადგინა ყველა თავთავაზი ნაშრომი წარმოადგინა მე არაფერში არ ჩავეულო მე ვეხმარებოდი უბრალოდ ეხლა ჯგუფებს მინდა უთხრა აი ხომ გქონდათ დავალება რომ ქებძოლად პირველი ადგილისთვის და ქებძოლად ლიდერის გამოსაჭრელად სამჟღანა აბა ვის დაასახელებს პირველი ჯგუფი ლიდერად ვის დაასახელებს შენი ჯგუფის ლიდერი უნდა დაასახელოს ნინეს და ორი არ შეიძლება ერთი უნდა და ვის მეტყვას მიიღებს ის იქნება მე რომელს ასახელებს ნინოს აბა შენ რომანი შენ ყობას შენ ხმამაღლა ნიკა შენ საბა შენ საბა შენ ვის ასახელებს ბატონია არავინ არ გიგაშვილო თქვა აბა ვის საბას აბა კიდე შენ ლიზი თათეიშვილი შენ ნინო შენ ნინო აბა შევჯერდეთ ახლა და ეს კიდე შენ საბა შენ კობასინაურიზე შენ კობასი შენ კობა შენს კარგი იყავი და მაგალ შეიძლება აბა ნახტი ნიკა ფრეგაძე ხო აბა დავეხმაროთ ახლა ჟიური და გამოვავლინოთ ლიდერის ჯგუფში ჯერ ერთ ჯგუფში უმრავლესობა ყობა დაასახელა ყობა დაასახელა კარგი აბა სხვა ნინო 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 კარგი აბა შემდეგი ნიკა ფრეგაძე არანაკლებ კარგები იყვნენ აბა აღნიშნოთ არანაკლებ კარგები რომანი კი შემდეგ აბა ლიზი კარგი იყო ძალიან აბა მარიამი კარგი იყო ბაჯაძე არაშეულებრივი იყო ასაფეთ აფეთ ის მარიამი აბა საბარაზი ყარაპეტიანი არაშეულებრივი იყო მიზა განასაები გოგო იყო აბა ვი აბა შეგაგი მარიამ რომელი მარიამ თუმი მარიამ ნამულა მარიამ სალაბერტი აბა მარი ბაჯაძე აბა შეგაგი
ნამდვილად კარგი პროგრამა. მოდი ნიკა მივიდა ათიკინესოლე. ნიტა ბებიაშვილი ნამდვილად კარგი იყო. ხაბაშენ. საბაბათაზე.